ჟურნალისტები ტელე და ონლაინ მედიის წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ შესაძლო შეზღუდვებს ეხმაურებიან და ერთობლივი განცხადებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ. საქმე ეხება სასამართლოში მორიგ აკრძალვებს, კერძოდ მობილური ტელეფონების ჩამორთმევას. ჯერჯერობით უცნობია შეეხება თუ არა ეს აკრძალვა ჟურნალისტებს, რა წერია მედიის მიერ მომზადებულ განცხადებაში. ცლად ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, განცხადება მოამზადეს ჟურნალისტებმა, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საერთო სასამართლოებში საქართველოში, რომლებიც აქტიურად აშუქებენ იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო 1 წელია განსაკუთრებით არის ყურადღების ეპიცენტრში საზოგადოების მხრიდან. განცხადება დაწერილი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ მარსაგიშვილის სახელზე და ამ განცხადებას, როგორც გითხარით, თითქმის ყველა ჟურნალისტი უერთდება, რომელიც მუშაობს თბილისის ქალაქო სასამართლოში თუ რეგიონულ მედიაში. განცხადება პირველ რიგში მოიცავს კითხვას, შეეხება თუ არა ეს მორიგი შემზღუდავი კანონი და აკრძალვა ჟურნალისტებს და რა ფორმით მოხდება რეგულირება უფლებამოსილი პირისგან, ანუ ამ შემთხვევაში მანდატურებისაგან, თუ ვის ჩამოართმევენ ტელეფონებს და ვის მისცემენ სხდომათა დარბაზებში ელექტრონული მოწყობილობების შეტანის შესაძლებლობას. ეს არის მორიგი შეზღუდვა, რომელიც წესდება თბილისის საქალაქო სასამართლოში და ცვლილება, რომელიც შედის კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. ძალიან ბევრი ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი აქვს ჟურნალისტებს ამ თემის გარშემო. არც ერთი ოფიციალური პირი ამ დრომდე არ გამოსულა და რაიმე კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია. შესაბამისად, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, ეხება თუ არა ჟურნალისტებს, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანესი წყარო მუშაობისათვის არის სწორედ ელექტრონული მოწყობილობები, ეს შეზღუდვა ამ ადამიანებს და თუ შეეხებათ რა ფორმით მოხდება მაშინ ჩარევა მათ პროფესიულ საქმიანობაში. ეს არის კითხვები, რომლებიც აქვს ჟურნალისტებს და რომლითაც მიმართავენ ჟურნალისტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მე გეტყვით იმასაც, რომ როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში და სხვადასხვა რეგიონულ სასამართლოებში უკვე დამონტაჟებული არის ეგრეთ წოდებული ტელეფონის შემნახავი საკნები, საიდანაც იგეგმება, რომ ამოქმედდეს ცვლილებები და იქ მისულ ადამიანებს, მათ შორის დიდი ალბათობით ჟურნალისტებსაც, თუმცა ეს ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ჩამოართვან ტელეფონები მაშინ, როდესაც შენობაში შესვლას დააპირებენ. ჩვენი ჟურნალისტების პირველი და მთავარი გეგმა ამ ეტაპზე არის ის, რომ პირველ რიგში გავიგოთ ეხება თუ არა მობილურების დატოვების წესი ჟურნალისტებს. ამისთვის ვაპირებთ, რომ მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეკითხვებით და მათგან მოვითხოვოთ განმარტება ის ჩანაწერი, რომელიც უკვე გამოქვეყნებული არის ჯერ კიდევ ივლისის თვეში. მათ მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნული არის, რომ ის, რომ მანდატური არის უფლებამოსილი, რომ პირს ჩამოართვას და დაუშვას ხლომის დარბაზში. ბუნდოვანი ნამდვილად ამ დრომდე ვის უნდა შეეხოს ეს ახალი წესები, რომელიც იქნება ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ მედიისთვის და შეიძლება არა მხოლოდ მედიისთვის. ამაში უნდა გაგვარკვიონ, როცა იწყებენ მუშაობას და როგორც ჩანს უკვე აქტიურად მუშაობენ ამაზე, ვის შეეხება, ვინ არის სამიზნე, ეს პირველ ეტაპზე უნდა იყოს ცხადი. თუმცა დღემდე ჩვენ არ ვიცით ეს საერთოდ შეგვეხება თუ არა, ვის შეეხება და ასე შემდეგ. რატომ აკეთებენ ამას, ეს უკვე ფაქტია, რომ არ უნდათ ის ინფორმაციაც კი, რომელიც სასამართლოდან გადის, რომ არ გადიოდეს, თუმცა მათ შევახსენებდი, რომ 2025 წელია და ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება ამ სამყაროში. ზოგადად არსებობს სოციალური ქსელები და ინფორმაციას ესე მარტივად ვერ შეაკავებენ. საბოლოო ჯამში რა ფორმატი უნდა მივიღოთ? ანუ რიგები სასამართლოს შესასვლელთან მობილური ტელეფონების დასატოვებლად და არ ვიცი 1000-ობით და 10000-ობით კარა და სასამართლოს შენობაში, რომ მობილური ტელეფონები არ შევიდეს და ბოლო ეტაპი უნდა იყოს ის, რომ პასტა და ფურცელიც აღარ უნდა შევიტანოთ. ანუ არ ვიცი, ცოტა კომიკურად მეჩვენება ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ეს კომიკური არ არის უკვე და მიმდივართ რაღაც გავგონარ რეალობამდე. ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში კარგად ხედავთ თუ როგორ გართულდა ჟურნალისტების მიერ საკუთარი პროფესიული საქმეების შესრულება ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მაგრამ განსაკუთრებით რთულ სამუშაო გარემო შეიქმნა სასამართლოში. ხედავთ თუ როგორ ზღუდავენ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ნორმების შემოხებით და კანონის შემოხებით იმას, რომ ჟურნალისტებმა სწრაფად და ეფექტურად მიაწოდონ საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი ამბები, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცალსახად არის ის, რომ ეს მაგით შეზღუდება საქმიანობა
ხდება, ეს არის ხელის შეშლა იმისათვის, რომ დაუშვათ საზოგადოებას კონდეს ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ამიტომაც იმედი მაქვს და იმედს ვიტოვებ, იმიტომ რომ ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის ცნობილი თუ ვის დაუწესდება შეზღუდვა ადვოკატებზე თქვენს უარი, თუმცა ეს ამდენ შეეხება ჟურნალისტებს ჯერჯერობით უცნობია და იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებს არ შეეხება, ვინაიდან ციფრულ სამყაროში ჟურნალი შეუზღუდო ის რომ ტელეფონით ისარგებლოს და ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, აღკარად არის ხელის შეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში. როგორც მოისმინეთ, მედია ომბუდსმენის შეფასებად ჟურნალისტებს ისედაც მკვეთრად გაუარესებულ პირობებში უწევთ სასამართლოში მუშაობა და თუ კი დადასტურდება, რომ ეს მორიგი აკრძალვები და შეზღუდვები შეეხებათ მათ, მაშინ შეუძლებელი იქნება პრაქტიკულად მათთვის ოპერატიულად მუშაობა და ინფორმაციის გავრცელება და მიწოდება საზოგადოებისათვის. ჟურნალისტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს ნიკოლოზ მარსაგიშვილს ამ განცხადებით მიმართავენ უახლოეს საათებში, როგორც გითხარით, განცხადებას უერთდება თითქმის ყველა ის ჟურნალისტი და მედია საშუალება, რომლებიც მუშაობენ საერთო სასამართლოებში. საქართველოში საინტერესოა, ექნება თუ არა რაიმე ფორმით კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჟურნალისტებთან, მას შემდეგ რაც ივლისში პირველი ცვლილებები შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში და მედიას სასამართლოს შიგნით მუშაობა კამერით აეკრძალა, არანაირი კომენტარი ან ოფიციალური პოზიცია ამ უწყებას არ დაუფიქსირებია.